სახელით მამისა და დაცისა და სულისა წმინდისა ჩვენთანაც მე Χριστეს მიერ საყვარელმა მანონდა დანა ეს სახარებისეულმა პრობამ ჩვენ მოგიყვა იმის შესახებ თუ როგორ განკურნა მაცხოვარმა ეშმაკეული ეს იყო გადარინათა ქვეყანაში რომელთაც უნდა გაევლო მაცხოვარს და მის მოწაფეებს და ამ ქვეყანაში იყო ცნობილი ეშმაკეული რომლისაც ყველას ეშინოდა მრავალჯერ შეეცადნენ მის დამშვიდებას შეეცადნენ მის შეპოვებას გაკოჭვას ჩაჭვებითაც აბამდნენ მას მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს და კვლავ შიშველი დაეხეთებოდა უდაბურ ადგილებში და აშინებდა მოსახლეობას აშინებდა გზად მიმავალ გზაურებს და იხილა რა ამ უბედურმა ადამიანმა იმიტომ რომ სხვას ვერაფერს ვერ უწევს ადამიანზე რომელიც ასეთ მდგომარეობაში არის შესაძლოა არის და მისთვის რა თქმა უნდა წყალობა იყო ქრისტეს მოვლენა და ქრისტესთან შეხვედრა და მაცხოვარმა განკურნა ეს ადამიანი განდევნა მისგან ბოროტი სულები არა სული არამედ სულები იმიტომ რომ ამბობს წმინდა წერილი რომ მრავალი ეშმაკი იყო შესულიო მასში და სახელი როგორც თვითონ ეს ბოროტი სულები ათქმევინებენ ამ ეშმაკეულ ადამიანს ლეგიონი ანუ მრავალი და განკურნა მაცხოვარმა ეს ხადარინელი ეშმაკეული და ამ განკურნების შემდგომ თვითონ ეს განკურნებაც იყო ძალზე საოცარი და საშინელი სანახავიც იმიტომ რომ კოლტი ღორისა რომელიც იქვე ძოვდა რომელშიც დაახლოებით 2000-მდე გინი თუ პატარა ორი იყო აი ეს კოლტი ამ კოლს დაეუფლა ეს ლეგიონი ეშმაკთა და მიმართა კბოდესკენ ანუ კლის პირისკენ და აი ეს 2000-იანი კოლტი მთლიანად სხვაში გადავარდა და ჩაინა რომ წარმოვიდგინოთ როგორი სანახაობა იქნებოდა ეს საზარელი შემაწუწუნებელი და გამოვიდნენ ქალაქის მაცხოვრებლები და ნახეს რომ ადამიანი რომელიც იყო ეშმაკეული და რომელიც შიშის ძალს სცემდა არ ემარეს ეს ადამიანი შვიდით ჩაცმული ზის მაცხოვრის ფერხთით და უსმენს მის სიტყვას და უთხრა მაცხოვარმა მას წადი და მოუთხა ყოველთა ანუ მოუგავი ყველას რა იყო შენ უფალმაო და
აი ეს გადარინელი ეშმაკეული ერთი წუთითაც არ დაფიქრებულა და განახორციელა უფლის სიტყვა, დადიოდა ქალაქ-ქალაქად, დადიოდა სოფელ-სოფელ და ყველას ეუბნებოდა იმის შესახებ თუ რა უყომას ღმერთმა და უყომას ქრისტემ. ეს იყო მისი მადლიერება ქრისტეს მიერ საყვარელად. მადლიერება გამოხატული ქმედებით და ცხოვრებით. მას დაუფლებული ჰყავდა მრავალი ეშმაკი. ეს ეშმაკი მას აწამებდა, ძირს დასცემდა, უმძიმე მდგომარეობაში აგდებდა ამ ადამიანს და საშიში იყო ისთვისაც. მქონდა შეხება ერთ შემთხვევასთან, როდესაც ადამიანი იყო მძიმე მდგომარეობაში, მას გონების აშლილობა ჰქონდა, თუ ეშმაკი დაეუფლა მას, ძნელი საქმეა ჩემთვის, მაგრამ აზრები, რომელიც მას მოსდიოდა, ეს აზრები აშკარად იყო ბოროტისაგან, აშკარად იყო სულის დამხველი მისთვის. სხვა არის, როდესაც ადამიანს შეიძლება რაღაცა ფანტაზიები და ჩვენებები უდგას თვალწინ მისი ავადმყოფი გონებიდან გამომდინარე, მაგრამ სხვა არის, როდესაც მას უგიძგებს რაღაც ქმედებისკენ, სასიკვდილე ცოდვისკენ, ძიმე და საზარელი დანაშაულისკენ. და ამ ადამიანს ისთანაც ის თაობაზეც მე საუბრობდი, ჰქონდა ესეთი პერიოდული დამძიმე აშლილობა, რომლის დროსაც მას მოდიოდა აზრი, აიღე ნაჯახი და მოკალი შენი მამა და შენი დედა. აი ასეთი აზრები მიეწოდებოდა მას ბოროტის სულისგან. ეს კაცი მორწმუნე ოჯახის შვილი იყო, უფრო მეტიც მისი მამა სასულიერო პირი იყო და აი ასეთ მდგომარეობაში აღმოჩნდა ის. მერტმა ინება, რომ ის გავიდა ამ ქვეყნიდან, ისე რომ ეს ძიმე ცოდვა და სხვა ძიმე ცოდვა არა მშობლის, არამედ ზოგადად რომელიმე ადამიანის მიმართ არ ჩაუდენია, ისე გარდაიცვალა ის და მერტმა აიყვანა ის ისე, რომ ეს ძიმე ცოდვა არ ჩაადენია და ვფიქრობ, რომ ზუსტად მისი მშობლების, მისი მამის ლოცვით იყო ეს ყოველივე, თორემ წარწმუნდებოდა ადამიანის სული, დაღუპული იქნებოდა და ბოროტის სულის სათამაშო გახდებოდა. ჩვენ ზოგჯერ გონია ადამიანებს, რომ ბოროტის სული ჩვენზე არ მოქმედებს. გონია, რომ ჩვენ ჩვეულებრივ ცხოვრობთ, მიყვებით ცხოვრებას და ჩვენი ქმედებები არის ჩვეულებრივი, რაც მიღებულია საზოგადოებაში. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ
ხშირად ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ვერ ვგრძნობ, როგორ მოქმედებს ჩვენზე ბოროტის სული. ის არ მოქმედებს რაღაც კინოში, რომ აჩვენებენ საზარელი უჩხური გამოჩნდება და ადამიანის შთანთქმა უნდა თუ რაღაც ისეთი დემონი ებრძვის ადამიანს ხელჩართულად. ეს სულთა სფეროა. ბოროტის სული ჩვენზე აზრებით მოქმედებს, შთაგონებით მოქმედებს. ის ადამიანს როგორც იტყვიან აყრის აზრთა კორიანტელს და განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც ადამიანი შფოთავს, როდესაც სიმშვიდე აქვს ადამიანს დაკარგული. ბოროტმა სულმა ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა გაუმართოს ადამიანს ბრძოლა. ის რამე უცხოს და ისეთ ამაზრზენს კი არ აწოდებს ადამიანს ხელადვე, არამედ ნამცეთ მის სულში თესავს გვარზის და აღაშფოთებს ადამიანს, მოქმედებს მის ნებებზე, მის სისუსტეზე და მიყავს ადამიანი ცოდვამდე, მიყავს დრომამდე, სიძულვილამდე, ადამიანებს ერთმანეთს გადაყიდებს. წმინდანთა ცხოვრებაში მრავალი მაგალითი არის, როგორ მოქმედებდა ბოროტის სული სხვადასხვა ჟამს, ბერებზე თუ ერისხალხზე. როგორ შურდა მას ადამიანთა ურთიერთსიყვარული, როგორ გადაყიდა ერთმანეთს ადამიანთა სიმრავლე და დაუპირისპირდა სამყაროს ასიცოცხლო. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მერტი ჩვენ გვიცავს აი ამ ზემოქმედებისაგან. ხშირად უფალი ჩვენ ვარიდებს განსაცდელს, რომლის შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არ აქვს. არც კი ვიცით ეს ამ განსაცდელის მოახლოება, ვერც კი ვცნობ. და ამიტომაც ჩვენ მადლიერების გრძნობით უნდა მიმართოთ ყოველთვის უფალს. როცა ხედავთ და შევიძნობთ მის ფარველობასა და შეწევნას, მაშინ რა თქმა უნდა ჩვენი მადლიერება უნდა იყოს ძლიერი. როდესაც ჩვენ ამას ვერ ვხვდებით, მაშინაც არ უნდა მივიწყებდეთ ეს, რომ მადლიერი უნდა იყოს ღვთისა, რომელიც გვიცავ ჩვენ ბოროტისაგან. და კიდევ
ის რომ ჩვენ არ უნდა ვიყვეთ მინდობილნი და თავდაჯერებულნი საკუთარ ძალებში. დღეს ყველას უკიჟინებენ რომ თავდაჯერებულობა ეს კარგია და აუცილებელია. თავდაჯერებულობა სხვა რამ არის, ხოლო შინაგანი სიმტკიცე სხვა რამ არის. თავდაჯერებულობა ეგოიზმს და ამპარტავანებას ზრდის და კვებავს. შინაგანი სიმტკიცე კი შენ დაგიცავს ცოდვისგან განსაცდელში ძალას მოგცემს. ბნების შემოტევისას სიმტკიცეს მოგცემს და ღვთის სიტყვის ერთგულს გამყოფებს. ამიტომაც ჩვენ უნდა ვცდილობდეთ, რომ სულიერი ცხოვრება შევისწავლოთ წმინდა წერილის მიხედვით, შევისწავლოთ მამათა სწავლების მიხედვით და აქაც ჭირდება ჩვენ ყურადღება და გჭირდება საკუთარ თავზე არ მინდობა, იმიტომ რომ ყველა მწვალებლობა დაიბადა იმ ადამიანთა წიაღში, რომელიც თითქოს წმინდა წერილს სწავლობდნენ, მაგრამ სულ სხვაგვარად გაიგეს ის. ყველაზე მთავარი ავიწყდებოდათ მათ, რომ წმინდა წერილის ცოდნამ ჩვენ კი არ უნდა გაგვაამპარტავნოს და კი არ უნდა დაგვამსგავსოს იმ ფარისეველს, რომელიც ამბობს მადლობდა ღმერთს იმის გამო, რომ არ იყო ისეთი როგორიც მეზვერე. არამედ ჩვენ უნდა მოგცეს მსგავსება ქრისტეს უპირველეს ყოვლისა სიმდაბლითა და სიმშვიდით და რომელიც ამბობს, რომ მოვედ არა მართალთა წოდებად, არამედ ცოდვილთაო, რომ არა ჯამთელს ჭირდება მკურნალიო, არამედ სნეულთაო. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელო სულიერ ცხოვრების გზაზე ყველაზე უფრო მეტად ადამიანს უნდა სურდეს ღმერთთან სიახლოვე და მას უნდა გქონდეს შეგრძნება, რომ თუ ღმერთს დაჭრა სიფათის შეემთხვევა. მაგრამ როგორი არის ეს შეგრძნება? ეს კი არ არის ვაიმე მე ესეთი პანიკა, რასაც ქვია ვაიმე რა დამემართა, ისტერიკაში კი არ ჩავარდეს ადამიანი, ეს ამის მსგავსი შიში კი არ არის. ეს არის შიში ისეთი, როდესაც ბავშვი, პატარა ბავშვი დედას დაშორდება, ის ზოგჯერ ტირის, მაგრამ რომ არ ტიროდეს ბავშვი, ის მაინც ყოველთვის გრძნობს საჭიროებას, რომ ახლოს იყოს დედასთან. იმიტომ რომ დედის ახლოს ყოფნა მას აძლევს სიმშვიდეს, აძლევს სიხარულს, აძლევს სიმტკიცესაც. და აი ამ სიხარულით, სიმშვიდით და
სიმტკიცით ბავშვი თამაშობს თუ რამე საქმეს აკეთებს ყოველთვის შესწევს დედას ხომ არ გაშორდა ან რას იტყვის საქმიანობაზე და ასეთივე უნდა იყოს ჩვენი ცნობაც მსგავსი ბავშვის დამოკიდებულებისა დედისა რომ არ დავშორდეთ ვერც არ აღმოჩნდეთ მის გარეშე და მასთან ყოფნა კი არ უნდა გვამეთიჩრებდეს ჩვენ როგორც ეს უზრდელ ბავშვებს ემართება არამედ უნდა პირიქით ამშვიდებდეს და გვამხნევებდეს და გვახარებდეს და აი ამას უნდა ვაკვირდებოდეთ ჩვენ ქრისტეს მიერ საყვარელო და აი ჩვენს შეგრძნებას და ჩვენს ქმედებას ყოველივეს და ვაფასებდეთ ღვთის სიტყვის მიხედვით წმინდა მამათა სწავლების მიხედვით მაშინ იქნება ჩვენში სიმშვიდე რომელიც არ დაერღვევა მაშინაც კი როდესაც შემოგვიდათ ჩვენ ბოროდის სული ან დადგება ჟამი განსაცდელისა მაშინ იქნება ჩვენში სიხარული როდესაც შეიძლება სხვა მიფიქროს რომ როგორ შეიძლება ასეთ ჟამს შეინარჩუნო სიკეთე შეინარჩუნო ერთგულება შეინარჩუნო სიყვარული ღვთისა და მოყვასისა ეს მაცხოდებელი სათნოებები რომელიც ჩვენს უგდავს სულს ადამიანის უგდავს სულს დააწესებს მარადისობაში ამას უნდა ეძიებდეთ ეს უნდა გვინდოდეს და ამას უნდა ვითხოვდეთ ღვთისაგან ერთმა დაგლოცვა ქრისტეს საყვარელი ის მადლმა და წყალობამ დაგიცვა და დაგიფარო და მარადის და